ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს იმერეთში მიმდინარეობს. შეხვედრა, რომელსაც რეგიონის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებიან, წყალტუბოში იმართება. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. დამსწრეები ახალგაზრდული სივრცეების არსებობაზე, პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაზე და ახალგაზრდული კლუბების შექმნაზე საუბრობენ. კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრება ცოტნე ივანიშვილი, ასევე დეპუტატები ლაშა ტალახაძე და ვიქტორ სანიკიძე. ამით შეხვედრები რეგიონებში სრულდება და შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გაიმართება. მაინტერესებს ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ეხლა მომავალში როგორი იქნება და საინტერესო იქნება თქვენგან იმის მოსმენაც თუ ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები პარტნიორობენ ეხლა საქართველოსთან. მაქსიმალურად ცდილობს ყველა იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და ხელს არ შეუშლის ჩვენ წისვლას და ჩვენ განვითარებას. თუ ის ქვეყნები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ დაიყვნენ ჩვენი პარტნიორები და სურთ მათ ჩვენთან მეგობრობა, არ უნდა გველაპარაკონ არც ერთ შემთხვევაში თითის დაკნებით და არ უნდა გველაპარაკონ არც ერთ შემთხვევაში მხოლოდ თავიანთი ინტერესების გატარების მიზნით. პირველ რიგში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად ნებისმიერი მოქალაქის და ქართველის, რომ მაქსიმალურად დაცული იყო ჩვენი ტერიტორიული ძალიანობა, მაქსიმალურად იყო ჩვენი სუვერენიტეტი დაცული და არ უნდა შეუშალონ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ხელი. მაინტერესებს შეიძლება თუ არა საჩხერეში დასაქმება სტაჟირების პროგრამების გაფართოება, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დასაქმდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაუჭიროთ მხარი, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს და სახელმწიფო სამსახურებში დაიწყონ საქმიანობა, მათ შორის სტაჟირების პროგრამები. ჩვენ ვიცით, რომ პრემიერის ინიციატივით გამოცხადდა სტაჟირების პროგრამები გახდა ანაზღაურებადი, ითვლება უკვე საქმიანობაში. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით განმოვითაროთ რეგიონები ამ მიმართულებით.